რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. საქართველოში საწვავი 8-დან 30 თეთრამდე გაძვირდა, ოფიციალური სტატისტიკით. მიზეზს ვიცით. ომი ირანში, ჰორმუზი, ტორმუზი. მაგრამ ეს ბლოკადა ხომ ყველასთვის ბლოკადაა? გაძვირება ხომ ყველასთვის გაძვირებაა? და სხვები რა შვებიან? მოდი უბრალოდ ჩავკრათ თვალი. სხვა ქვეყნები რით პასუხობენ ნავთობის ასეთ გლობალურ გაძვირებას. აღმოსავლეთიდან დავიწყოთ. იაპონიის მთავრობამ გახსნა თავისი სტრატეგიული რეზერვები და 15 დღის სამყოფი ნავთობი გამოიტანა გასაყიდად. თან ადგადა ყოველ გაყიდულ litrზე 30 ცენტით შეამცირა გადასახადი. ავსტრალია გადასახადს მოაჭრა 26.3 ცენტი ყოველ litrზე. ჩვენი ფულით 71 თეთრით გააიაფა. კაი, ეგენი შორია და ცოტა უფრო ახლოს რა ხდება. ჩეხეთმა საწვავის გადასახადი litrზე 13 ცენტით შეამცირა. დიზელზე დაწესდა ზღვრული ფასი 1 ევროსა და 99 ცენტის ეკვივალენტი. და ეს ყველაფერი როგორც ანგარიშობენ, ორ თვეში ბიუჯეტს 41 მილიონი ევრო დაუჯდება. ანუ 130 მილიონი ლარი. რუმინეთმა ყოველი ლიტრის გადასახადს მოაკლო 7 ცენტი. საერთო ჯამში ბიუჯეტს დააკლდება 370 მილიონი ლარი. პოლონეთმა შეამცირა ორი გადასახადი. დღეგ შემცირდა 23-დან 8%-მდე ბენზინის, დიზელისა და ბიოდიზელისთვის. მთავრობის გეგმით ამას ჩვენი ფულით თითო ლარით უნდა გააიაფოს ყოველი ლიტრი. თუმცა ბიუჯეტს მოაკლდება 450 მილიონი დოლარი ყოველ თვე. 1.215 მილიონი ლარი თვეში. იტალიამ ყოველი ლიტრის აქციზი 25 ევროცენტით შეამცირა. ამით მას 1.300 მილიონი ლარი დააკლდება. გარდა ამისა, 1 მილიარდი ევროა გამოყოფილი ოჯახების ელექტროენერგიის ქვითრების შესამსუბუქებლად. შვედეთში 1 კრონით გაიაფთა ბენზინი და 0.4 კრონით დიზელი. ბიუჯეტს დაკლებული 175 მილიონი დოლარი. 475 მილიონი ლარი. 17 ევროცენტი დასწია დიზელისა და ბენზინის გადასახადი გერმანიამ, რაც მის ბიუჯეტს 2026 წელს 1.6 მილიონი ევრო დაუჯდება. 5 მილიარდ 100 მილიონი ლარი. ლიეტუამ გააიაფა მხოლოდ დიზელი 6 ცენტით. დიზელის აქციზი გააიაფა ლატვიამაც 15%-ით. ნორვეგიამ გადასახადს ჩამოაჭრა 4.4 კრონა, ანუ 46 ცენტი. დიზელს ჩამოაჭრა 30 ცენტი. ზაფხულის ბოლომდე ამ შემცირებით ნორვეგიის ბიუჯეტს 1 მილიარდ ლარამდე დააკლდება. დაახლოებით ამდენივე დააკლდება CO2-ის გადასახადის შემცირებითაც, რომელსაც ყველა მძღოლი იხდის და ამასთან ერთად ნორვეგიამ სექტემბრამდე მხოლოდ გაანულა გზის გადასახადიც, ასევე სავალდებულო. კანადამ საწვავის ყოველი ლიტრი გაიაფა 50 თეთრით. ბრიტანეთმა აგვისტოს ბოლომდე ლიტრის გადასახადს 5 პენსი მოაჭრა. შეღავათებით მომავალ წელსაც გაგრძელდა, ხაზინას ეს ამბავი 8.5 მილიარდი ლარი დაუჯდება. შეერთებულ შტატებში ერთიანი შეღავათი ჯერ განხილვის სტადიაშია, სამაგეროდ ცალკეულმა შტატებმა უკვე დააკლეს თავიანთი გადასახადები. ზოგმა რომელი, ზოგმა რამდენი. და აგერ ჩვენმა მეგობარმა, ზიმბაბვეს მთავრობამაც კი ლიტრის საწვავის გადასახადი 15 ცენტით შეამცირა, 41 თეთრით. სიმბოლური 41-ით. ახლა ჩამოვყვედა, როგორც სტატისტიკოსები ანგარიშობენ ხოლმე, ეს შეღავათები კონკრეტულ ადამიანამდე, ოჯახამდე, მანქანამდე მივიტანოთ. მისი მთავრობის დაწესებული შეღავათებით იაპონელს 50 ლიტრიანი ავზის ავსებისაც 15-16 ამერიკული დოლარი დაეზოგება. ჩვენს ფულზე 43 ლარი. პოლონელს 50 ლარი. იტალიელს 40 ლარი. შვედს 15, გერმანელს 27. დიზელის ძრავიანი მანქანის მძღოლ ლიეტუელს 10 ლარი. ლატვიელს 11. ნორვეგიელს თუ მისი მანქანა დიზელზეა 33 ლარი დაეზოგება. ბენზინის ძრავით კი 53. ბრიტანელს 10 ლარი დაეზოგება. ჩვენს მეგობარ ზიმბაბველს კი 20 ლარი და 50 თეთრი. ერთი ავზის გავსებით. დანარჩენის ძებნა მე დამეზარა თქვენკენ თუ მაინც და მაინც გაინტერესებთ. და რომ მოძებნით, შემომიერთით ერთად ვკითხოთ აი იმ ტიპებს თავს რომ საქართველოს მთავრობას უწოდებენ. ახლა მე ვინც ჩამოგითვალეთ, ეგენი სულ დაქცეული, გაღლეტილი, მაჩანჩალა და მშიერი ქვეყნებია, რომელთაც საქართველოს ძალიან დიდი ხანია, აი დიდი ხანია გაასწრო. ხო ასე ამბობთ. ხო ყველა ჩამოიტოვეთ უკვე უკან. ხო და თქვენ რატომ არ აიაფებთ საწვავს? რატომ არ აკლებთ რომელიმე გადასახადს, რომ ადამიანებმა ირანში ომის ფასი საკუთარი ჯიბიდან არ გადაიხადონ? იმიტომ ხომ არა რომ ბენზინისა და დიზელის კარტელების კმაყოფაზე ხარ და ხვალ შეიძლება ვინმე სოსოფ ხაკაძის ნაირიანი
პირობითად აღარ მოვიდეს პრეზიდენტის ან ვინმე სანუგეშებლად, როგორც თავად უწოდებენ ხოლმე. ან იქნებ უფრო იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის მთავრობას, ვინც მე ჩამოვთვალე, ზიმბაბვეს ჩათვლით. საკუთარი ამომრჩევლის აზრი ადარდებს. თქვენ კი სულ ირაკლი ყობახიძეზე კიდიათ, რადგან არჩევნები სამომავლოდ უბრალოდ გაუქმებული გაქვთ. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.